ახალი თაობა ახალი ინიციატივის ხმების პარალელური დათვლის შედეგების მიხედვით ბლოკი ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება ხმათა 55.23%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 39.55%, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა 1.95%. შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია 1.24%, ახალი მემარჯვენეები 0.42%. ორგანიზაციის წარმომადგენლის ქეთევან ჩაჩავას განცხადებით ხმების პარალელური დათვლის პროცესში მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაცია Baltic Service. მთლიანად საარჩევნო პროცესზე დაკვირვებას აწარმოებდა ორგანიზაციის 1200 დამკვირვებელი. მისივე თქმით, ამ მონაცემებში შედის ასევე ხაშურის ოლქის მონაცემებიც. ორგანიზაცია ახალი თაობა ახალი ინიციატივა 1 ოქტომბრის არჩევნებს საკვირდებოდა 1200 კაციანი დამკვირვებლური მისიით საქართველოს 73-ე საარჩევნო ოლქში. განხორციელდა ხმების პარალელური დათვალ, რომელიც დაიგეგმა და განხორციელდა საერთაშორისო ორგანიზაცია GELAP-ის Baltic Service-თან ერთად და წარმოგიდგენთ ჩვენს მიერ ხმების პარალელური დათვლის პროპორციული სისტემის შედეგებს. ბიძინა ივანიშვილი ქართული ოცნება 55.23%, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა მეტი სარგებელი ხალხს 39.55%, გიორგი თარგამაძე ქრისტიან დემოკრატიული გაერთიანება 1.95%, შალვა ნათელაშვილი საქართველოს ლეიბორისტული პარტია 1.24%. ჩვენი ხმების პარალელური დათვლა ეფუძნება ოფიციალური ხმების გადათვლის ასე ვთქვათ საფუძველზე.